მოგესალმებით. დღეს არის 3 მარტი. მე თქვენ პოსტით მოგილოცეთ YouTube-ზე დღევანდელი დღე, მაგრამ აქაც მოგვიანებით გილოცავთ. დედიკოებო თქვენს დღეს. ყველა კარგ და ნამდვილ დედას ვლოცავ. დედების დღეს მგონია რომ დედების და სიყვარულის დღე და ქალების დღე და ესეთი დღეები ყოველ დღე უნდა იყოს ჩვენ ცხოვრებაში. ყოველ დღე ამის დღეა. მაგრამ განსაკუთრებულად 3 მარტს და მოგცეს უფალმა ნებისყოფა, გამძლეობა, მოთმინების უნარი იმისთვის, რომ ჩვენ შულებთან გვეყოს უნარი, შეძლება, რომ ნამდვილი ჯანსაღი და საამაყო ადამიანები აღზარდოთ. მოგცეს იმის ჯამრთელობა, რომ გავაჩინოთ შვილები, რამდენიცაც უფალი ინებებს და მოგცეს ყველა უნარი, რაც დედას სჭირდება. გილოცავთ, ამაყი და ბედნიერი დედები ყოფილიყავით თქვენი შვილებით. არ ვიცი ამ ვლოგს როდის დავდებ, ალბათ 8 მარტამდე, მე ასე მგონია, რომ დღეს დავასრულებ, დღეს დავიწყე და დღესვე დავასრულებ ამ ვლოგს, ასე ვფიქრობ, ასე მგონია. არ გავწელავ დიდხანს ამ ვლოგს, მინდა რომ 3 მარტის ვლოგი იყოს, თქვენთვის 4 მარტის, მაგრამ ჩემთვის 3 მარტის. რა გეგმები მაქვს დღეს? გვაქვს რაღაც პატარა საქმეზე უნდა გავყვეთ სოსოს მეგობარს და შემდეგ ვფიქრობთ, რომ ცოტა ხანი ერთად გავატაროთ დრო ოჯახმა, მე სოსომ და ლილემ. რაღაცა ჩვენი ოჯახური დრო იყოს დღეს. ესეთი დღეები ხშირად არ არის ხოლმე ამ ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, მაგრამ დღეს გვინდა რომ რაღაცნაირად რამოდენიმე საათი ჩვენ 3-მა გავატაროთ ერთად. და ვნახოთ, მე თვითონაც არ ვიცი ესე ზუსტად რას გავაკეთებთ დღეს და რა საქმეებს მოვაგვარებთ და რა მიზნები გვაქვს და რა არ ვიცი. მე და სოსო გზადაგზა შევთანხმდებით, მაგრამ ერთი ვიცი ზუსტად რომ რა თქმა უნდა გავიშრო. ქალს უნდა დავემგვანო. ცოტა რაღაცა ლაინერი წავისვოთ, ცოტა თავი მოვიწესრიგოთ და შემდეგ უკვე გავიდეთ გარეთ. ამინდი ახლა რო გითხრას რომ ხელს გვიწყობს თქო, მანდა მაინც არა, მზიანი ამინდია, მაგრამ ძალიან ცივა. აქვე მინდა გითხრათ მადლობა ძალიან დიდი მოლოცვებისთვის, კიდევ ერთხელ კეთილი სურვილებისთვის, უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის, თქვენი დროისთვის, რომ დაუთმეთ ჩემს ვლოგს და ამ ვლოგსაც და საერთოდ მე რომ ითმობთ დროს ძალიან მადლობელი ვარ ამ ყველაფრის, გაიხარეთ. მიხარია რომ ხართ ჩემს არხზე და მიხარია რომ მელოდებით და ელოდებით ჩემს ვლოგებს. ვეცდები ყველანაირად რომ გავაქტიურდე, რაც თავარია სამონტაჟო აპლიკაცია ვიპოვე, ვიენი, უფასო და ძალიან კარგი აპლიკაცია სხვათა შორის და ჯერჯერობით შეფერხება აღარ გვექნება ვლოგების დამონტაჟებაში და ეს ამბავიც ძალიან კარგია. რაც შეეხება ჩემს ტოქსიკოს გული არ მერევა, შეგრძნება გულისრევის არ მაქვს. უბრალოდ ეს რაღაცნაირი გემო მაქვს ხოლმე პირში და ეს ნერწყვის ჭარბი რაოდენობა მაინც მაქვს ხოლმე ხანდახან და დისკომფორტები, პატარ-პატარა დისკომფორტები მაქვს, მაგრამ ეს ბუნებრივია, რა თქმა უნდა, ასატანია, რაც მთავარია. ხო და ეს არ აუშავს, არაფერი არ არის. საბოლოოდ იმედია რომ გამივლის მალე, უკვე ვარ 16 კვირის. ერთ-ერთმა გამომწერმა დამეკომენტარა, მაის შელოდებიო? არ ვიცი როგორ გამოთვალა. მაგრამ არა, ბავშვებო, აგვისტოში ველოდები, აგვისტოს დასაწყისში ველოდები, დედიკოსავით ლომი იქნება სავარაუდოდ. ზოდიაქოთი ხო და ესე გაგანია ზაფხულში ველოდები ბაიას და ვართ მოკლედ ესე მოლოდინებში და ღვთისწყალობით იმედია რომ ყველაფერი თავის დროზე მოხდება. ეხლა წავედი, ცოტა საჭმელს შევჭამ, ეხლა სანამ გავალთ და მოვწესრიგდები თქვენთან ერთად შემდეგ. ასე რომ მოკალათდით გემრიელად და ვნახოთ რა შემოგთავაზებთ ამ ვლოგში, მე თვითონაც არ ვიცი ჯერ. დავიწყეთ თმების გაშრობა, შეიძლება ეხა ხმის მონტაჟის დროს, ხმის დადების დროს იქეთ რაღაცების ხმები შეიძლება გესმით და ამისთვის ბოდიშს გიხდით.
ესე იგი, ეს ფენი არის უკვე ძველი. ვაძალებროთ მაგაშროს, ვლოცულობ ვემუდარები, წინასწარ ქრთამებზე ვთანხმდები და მე რაღაცანაირად ცოტა შეაშრობს ხოლმე რა ესე ზედაპირულად ცოტა შემიშრობს ხოლმე თმებს. მე თან ახლა აუცილებელია თმების გაშრობის დროს ცანცარი. ეს არის აუცილებელი. თორე ისე სხვანაირად არ გაშრება. ჩემი ფონის ხმებისთვის კიდევ ერთხელ მოდიშ გიხდით, ჩემზე კონცენტრირდით, მე მიყურეთ, მე მისმინეთ. მიდი ლიკა, მიდი უბერე 3 მარტია დედის დღეა და შენ გეკუთნის გართობა და რაღაცა ცოტა კარგი ხასიათი ყოფნა. ხო და ესე არ მაცლის ჩემი შვილი. არა, შენ ლოგინში უნდა დაწვე და ამ ხმას სპეციალურად არ მოვაჭრი. შენ გაქვს შენი ლოგინი, ჩვენ გვაქვს ჩვენი ლოგინი. ყველა ჩვენ ლოგინს მივხედოთ ძალიან გთხოვ. ესე შევიშრეთ ვითომ თმა და ვაგრძელობთ, წავიდეთ, ავიღოთ თმის სამაგრე, თუ სავარცხელი ავიღე. მე მგონი სავარცხელი ავიღე. ესე გადაასაც ყველანი არაფერს არ ვაკეთებ ისეც რასაც თქვენ არ აკეთებთ რა ჩემო ძვირფასებო. ჩემი თმა არის აშინეთ მდგომარეობაში. ვაიბე ბიძია. ესე მოვიცალოთ ქვეყნის თმა დაგწევ და გაშრობის დროს ესე უნდა ვქნათ მე მიკაუცირებად როგორც ვქენი მე. ხო და გავაგრძელოთ ტინგიცი. აი, მიდლიკა, მიდრე. ხო და ესე დავაგორგულავოთ ის თმები მე, ესე ლიკა დადეგუერზე მე გადააგდე. მე რას ვაკეთებთ აბა მე რაშვები მე. ეგ კაი. აჰა, ესე იგი მე უნდა გადავიწიოთ აბადოკეთ დავფიქსიროთ. ამას იმითო ვიწებ რომ გონი ახლა წენები უნდა წავისო და მაგიტო თან ვაჩვენებთ სიგრძეს რომელიც შევიჭერი მე თუ გახსოვთ წინა ვლოგიდან. შემდეგ როგორც გითხარით აბადოკი მოვიხსენი. არ ვიცი რატომ მოვიხსენი, მაგრამ მოვიხსენი არ ჩანს იქ კადრში. დავევარცხნოთ წარბები, რომელიც გასაკეთებელი მაქვს და არ ვიმჩნევ. თქვენ თუ გინდათ კადრი ახლოს მოიტანეთ და ნახეთ რომ გასაკეთებელი მაქვს. მეზარება ჯერ გაკეთება, სანამ არ გადაებმევა, გამყოფი ზოლის სანამ არ გაქრება, მანამდე წარბებს არ ვიკეთებთ. წარბების დავარცხნის შემდეგ აბა რა ვშვებით ეს საახალწლო განწყობა ამ კარებზე როდემდე იქნება არ ვიცი, მაგრამ ვიმედოვნებ რომ შემდეგ ვლოგში ეს თოვლის პაპა აქ აღარ იქნება. ხო. დაუბრუნდეთ ჩვენს ვითომ მაკიაჟს, რომელიც არ ვიცი, ტონალურიც მაქვს, კონსილერიც მაქვს, ყველაფერი, ბლაშიც მაქვს, რუმიანაც მაქვს, მაგრამ არასდროს არაფერს არ ვიყენებ. მხოლოდ წენებს. ისიც ძალიან მკრთალად, რა ვიცი, რატო ვშვები ამას არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ არ ვშვები და ღია ნაცრისფერია მგონი როგორც თუ რაღაცა ეგეც ფერი ღიაფერი. ამით რას ვცდილობ არ ვიცი, მგონი იმას რომ თვალის ჭრილი უფრო გამოვკვეთო და გამოვანათო. ჩაცვენილ თვალებს რატო არ ვავსებ კორექტორით არ ვიცი არც ეგ, მაგრამ რა ვიცი. აი ესე ვითომ სახელად ქვია რა რომ რაღაცა გავიკეთე. ხო, შემდეგ რა, იესამნისფერია თუ რაღაცა ჭრილები. თან მღიზინებ ჩემთვის რაღაცებს, ბლა 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 ბლა. ვითომ ჭრილები. ეხლა ფუნჯი არ დამაკმაყოფილებს და თითზე გადავალ, თითით წავისმევ. ეს თოვლის ბაბუ აშკარად აქ ზედმეტია, მაგრამ არადერა მარტივია ხო რომ მოხსნა და გთხოვთ ერთი წამით დავადო ხმა და შეგიძლიათ მე უსმინოთ. ხო. ხოდა ხო ეხავ წევარ და ხვალდეით რო ავდგები ალბათ მოვხსნი. შემდეგ გადადი დროზე თიცელიკა. გარდა აჩქარებული მაქვს კადრი და ეს რო ისე დამედო ორიგინალი წარმოიდგინეთ როგორ ჩამოგეძინებოდა თელვათ. შემდეგ რატო წავისვი არ ვიცი ისევ გადავიხვეტე იმითი. ეხლა თითით განახეთ დარწმუნდით მეთქი რავი რატო განახეთ ეგ წენიანი თითი არ ვიცი მაგრამ პირი უნდა გავაღოთ აუცილებლად წენის წასმის დროს. ეს არის აუცილებელი და იმახსოვრეთ. პირს ვაღებთ წენის წასმის დროს. შემდეგ ჩვენს მთავარ ნაწილზე ლაინერი, ჩემ ძირითადი თვალების ამბავი არის მაინც ლაინერი.
უკვე დასპეცებული ვარ, არ ვიცი. ლაინერს დასპეცებული, 5 წამში ვისმევ თვალებზე ლაინერს. ფანქარს ვერ ვისმევ, ფანქრის დასმა არ ვიცი თვალზე. ზოგისთვის ლაინერი არ რთული, მაგრამ მე ფანქრის დასმა არ შემიძლია. აი ახლა ეს როგორც წავისვი, ფანქარს აგრე ვერ წავისმევ ვერასდროს. ხო დამეზინალი კმალე. გავიგეთ ხო? всё. გამჭოლი მზერით უნდა შეხედოთ კამერას, როცა ლაინერს წაისმოთ, დაინიავოთ, ტუჩები მოიმშრალოთ, კიდე დაინიავოთ და შემდეგ გადახვიდეთ მე მგონი ფანქარზე და პომადაზე. ხო. ეს წითელი და რაღაცნაირი ფერი, რა ვიცი, რა ფერსაც კიდე ის დარქვით ამ ფერს, მე არ ვიცი რა ფერია საბოლოოდ, მე მგონი ვარდისფერი ბაცი. ცოტა მუქი, ეს ცოტა იესამისფერშიც რო გადადის რა მოკლედ. წითელი კონტური. რატო ვაკეთებ ამას და იმას არ ვიცი ერთად, მაგრამ რაღაცნაირად დავისველებთ და გადავიტყლიზნით ტუჩებზე ამ წითელ ფანქარს და შემდეგ წავისმევთ იესამისფერს. ვინმე შემაჩერეთ. ვინმე გააჩერეთ ეს გოგო. პირს ესე ვაღებთ. დიახ. კარგი, გავიგეთ ხო. გავიგეთ. თან თავს ვაკნევთ ესე. აღოქნა, ესე, ბრა. შემდეგ. всё? მოშჩილიკა? ეხლა ჩოკას დაისწორებს. გადავიდეთ ჩოკაზე. დაიალი. დარირარირარირა. შემდეგ ვიკეთებთ ჩვენს ერთადერთ საყურეებს, რაც გაგვაჩნია დედამიწის რუქზე, ესეც გვაჩუქეს. მე მგონი ვთქვი უკვე თქვენთან ვლოგში არ მახსოვს, ჩემო მეგობარმა მაჩუქა, საქართველოსდან ჩამოტანილია. ხო და ვიკეთებთ. ვერცხლია და ვერცხლი რამოდენიმე საათით შემიძლია გავიჩერო ხოლმე ყურზე. მთელი დღით არ შემიძლია, ძალიან მტკენს ბიბილოებს. თქვენ იცით ჩემი პრობლემები სამკაულებთან დაკავშირებით ყურებზე, მხოლოდ და მხოლოდ ყურებზე. ცეპები და სამაჯურები და ბეჭდები, ბიჟუტერიის გამოყენება შემიძლია, მაგრამ ყურებზე მხოლოდ ოქროს კეთება შემიძლია მუდმივად და ვერცხლის დროებით. ეხლა ვწვალობ. წლებია გახრეტილი მაქვს ყური, მაგრამ მარცხენა ბიბილო ყოველთვის მაწვალებს საყურის გაკეთების დროს, ყოველთვის სახეზეც მეტყობა რომ ტკივა. კანივით იკეთებს ხოლმე უკან. ყოველთვის მარცხენა ბიბილო ყოველთვის მაწვალებს. აქ კიდევ ერთხელ განახებთ, რომ მე ჩემი თავი ძალიან მომწონს დღეს და თქვენს გიბიზგებთ იმისკენ, რომ მოგეწონოთ, არა, ტანცი მანცი. გავკოცეთ კიდევ. მუდმივი პრობლემა და საფიქრალი სარეცხია. ერთი ტომარა გქონდა და ბარი მეგეც წამოვიღეთ. ჩვენ ხო ისე გარეთ არ გამოვალთ, აი რომ რაღაც დრო გავატავი, არა, თან რაღაც სარეცხი უნდა გავრეცხო, თან რაღაც დაზღვევის პრობლემა უნდა მოვაგვარო, თან ექიმთან აპოინტმენტი, აი რაღაცა საქმესთან ერთად ისე არა. ანუ უბრალოდ რომ გახვიდე და უბრალოდ შენი სიამოვნებისთვის რომ გახვიდე, ეგრე არ გავდივარ და არასდროს თან საქმე. ხო და სარეცხი გამოვიტანეთ, უნდა გავრეცხოთ,
საშრობში რომ შევყრით, მე ლილესთან უნდა წავიდეთ, გამოვიყვანოთ. მე ისევ სამრიცხაოში მივალთ, ამ სარეცხს ავიღებ, ჩავალაგებ ტომარაში, წამოვიღებთ და მე ალბათ დარჩენილი დრო რასაც მოვასწრებთ, იმას გავაკეთებთ. ეს Ой. Так иде. წავედით. ჰა? ბეჭედი მინდა და როდის ვიყიდი მაგ ბეჭედს? ჰა? არა, კალიცოსთან ერთად ნიშნობის ბეჭედი. არა, აქეთ არის მარცხნივ პრიმარკი. ხო, მაგრამ ამას უყვარს ეგეთი ისა. Сари. განები ახლა მოგლიჯა მაგას. ამას აქ ესეთი ჯოხი ამ ხედა და ესე ტონ. უკრავს ეს. Управ. ო, Ой, нравится. Папа будет спать. ეგ მაგას არა აქვს ისინი და დეკოპედლები არა აქვს ეგეთი. ძალიან დავიხარე. ეხლა შემოვიტანე ესენი. საროჭკებია, თეთრი ფერის ძირითადად ხო იცით რომ ხო იცი თეთრი ფერი მიყვარს. თეთრი ფერის საროჭკები. ხო და ვნახოთ რა ყველა რო არ ვიყიდოთ ყვილა. ეხლავე ჩავიცმევ და ვნახავ რომელი უფრო მომიხდება, რომ ერთიც რომ იყოს, ერთს ვიყიდი და არა ხუთს და მე სახლში რომ მივალ, მე ვარ მომეწონოს და მოვიზომოთ. ერთი არ იყო კარგი თორე განახებდით. არც ერთი. ჩემ წარმოსახვაში სულ სხვანაირად იყო ჩემთანზე. არც ერთი არ მომერგო. ერთი საათზე მეტი ვიარეთ საყიდლებზე და მე ერთი მაიკა და სახლის შარვალი ვიყიდე და სოსომ ერთი შარვალი. ალინა. ერთ საათზე მეტი ვიარეთ. ამ ხელა მაღაზიაში, როგორც თბილისში მოვლია, ხო? ესეთი ვია, ესეც ჩვენ ვიყავით და ვერაფერი. მოსაზომად შევიტანეთ 10, ვიყიდეთ 1. ეხლა მივდივარ სახლში. ძალიან დახრილი. 10 საათიც არ არის ჯერ, მაგრამ ხა მოვწესრიგდე. და უნდა დავწვე. ხო და სანამ დავწვევთ ჩვენს ყუთში პატარა ყუთი, იმიტომ რომ აქ არაფერი არა მაქვს, საქართველოში მაქვს ყველაფერი და ეს პატარა ყუთი ყოფნის ჩემს კალიცოს საყურეს, ეს ერთადერთი საყურე მაქვს, ვერცხლი. მე უბრალოდ საყურეებს ალბათ შემიძლია რომ 1 საათი გავიკეთო, მეტი არ შემიძლია. მისივდება მე ბიბილოები და ესა რაღაც სითხეს ისველემდის და არ შემიძლია რა ვერცხლის ანუ ღამე დატოვება არ შემიძლია, მისივდება. ვერცხლი უფრო დიდხანს მიძლებს, მაგრამ ღამე თუ დავიტოვე მეორე დღეს საშინელება მჭირს ყურზე. თქვენ იცით მოკლედ ჩემი საყურებთან დამოკიდებულება, ოქრო გინდა დღე დავიტოვო, გინდა ღამე არ მაძლევს რეაქციას, მაგრამ ვერცხლი ღამე მაძლევს რეაქციას. დღე უფრო დიდხანს შემიძლია რომ ეკეთოს, ვიდრე ბიჟუტერია. ასე რომ მოვიხსნათ მოკლედ. აუ. დისკომფორტია ჩემთვის. გაკეთება მოხსნა. აი, რამდენი წელია გავხრეტილი მაგ და მაინც მაწუხებს საყურების გაკეთება. ყველაზე კარგად გხსნობ თავს, როცა არ მიგეთია. ხო, და ეხლა ეს ყუთი იმიტომ შემოვიტანე ვანაში და იმიტომ მოვიხსენე თქვენთან ერთად. ხო, შემეძლო რომ ცალკე მომეხსნა, ხო? თქვენთან ერთად იმიტომ მოვიხსენე რომ მინდა განახოთ დღეს ვიყიდეთ ბეჭედი.
დღისას ბიჟუტერიიდან ბიჟუტერი ავიღე ბეჭედი ხელზე არ მაძლევს არაფერი ალერგიას აი ესეთია გავიკეთოთ მე ამ თითზე ბეჭდების კეთება არ მიყვარს ხოლო ამ ორ თითზე ვიყენებ ბეჭდებს ესეთი ძალიან ლამაზი განსხვავებული ვიზუალის ჩემი აზრით ბეჭედი შევიძინეთ დღეს ფასს ვიტყვი შემდეგ კადრში მგონი და დამიწერეთ აბა თქვენი აზრი თქვენი გემოვნება შეხედულება როგორია ესეთი და აი ამ ბიჟუტერიაში გადავიხადეთ 19 დოლარი. იმას ხოლმე მოხსნე. ქაღალდს. აი ეს შეემატა. ავარჩიეს 3 ბეჭედი, 1 ეს და 2 კიდე სხვა, მაგრამ რო დამითვალეს. 72 დოლარიო, 3 ბიჟუტერი. ეს კარგად იყავი რა. მეთქი 70 დოლარს დავამატებ 30 დოლარს. აჯანდაბას 50 დოლარს. ვიყიდე იმას რა ქვია ოქროს. ლილას ოქროს საყურეებში მეტი კი არ მეგვიცი 100 დოლარი მივეცით. თეთრ ოქროში. ხოდა ვიყიდე. ბეჭედს ოქროსას მაინც მინდა. ამისთვის კალიცოსთვის მინდა თვლიანი ბეჭედი. როგორც ნიშნობის რა ისეთი. ხოდა განაფული არ მქონდა ბავშვებო აქამდე რომ მეყიდა 100 დოლარი და 150. მაგრამ ვერ ვიმეტებ მაგისთვის. როგორაც ხდება ეს. მუცელი რომ ედება იმაზე რამეზე მაწუხებს უკვე. ხოდა ვერ ვიმეტებ აი კონკრეტულად მაგისთვის რა. როგორ არ მქონდა მაგის ფული. ხა დავწვევი, დავამონტაჟებ თქვენს ვლოგს, დაგიდებთ და დავიძინებ მე. მანამდე კიდე ამ ჩემ წამალს დავლევ, სადაც 3 ცალია დარჩენილი, ეხლა 2 უნდა დავლევ, ხვალ დილითაც დავლევ და ხვალ საღამოს ვიღა აღარა მაქვს. ხოდა, წავედი, კოცნით ბევრს და შემდეგ შეხვედრებთ.